როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ამ დილიდან, როგორც ყოველთვის, როცა ვიღვიძებ და მინდება ზოგადი გაშლა, ესე იგი რაღაც ინფორმაცია არის თქვენთვის. რა თქმა უნდა, შეიგრძნო თქვენზე არის თუ არა, თქვენი ინტუიცია ახდენს ყოველთვის ძალიან დიდ სასწაულს. ამიტომ მე მომინდა ახლა გავშალო მის ჩუმ ჩანაფიქრებზე თქვენს მიმართ. შესაბამისად, აქვე უკვე მისი ჩუმი ჩანაფიქრები თუ ისმის ეს კითხვა, ესე იგი კარგად არ ვიცით, ხო, რა დამოკიდებულებაში ან რას გეგმოს, ამიტომ მოდი ვნახოთ ახლა არკანუმზე, ამ დილის მადლზე და ბედნიერ კვირას გისურვებთ ყველას. მისი ჩუმი ჩანაფიქრები თქვენს მიმართ. და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ძალიან ბედნიერი. მოდი ვნახოთ მისი ჩუმი ჩანაფიქრები. თავარი ჩუმი ჩანაფიქრი. თავარი ჩუმი ჩანაფიქრი. ნუ ამას უნდა გადმოხდომ და გადავდოთ ეს აი აქ. უფრო კარგად რომ მაინც მიხვდეთ თქვენზე არის თუ არა ეს გაშლა. უნდა გეტყვით, რომ შეიძლება დიდი ხანია უკვე სიჩუმეა თქვენს ურთიერთობაში, ან უბრალოდ ჩანაფიქრებზე აღარ საუბრობს ეს ადამიანი და რაღაც განდეგილის პოზიციაშია. ჭირდება დრო და მოდი ვნახოთ ახლა მისი ჩუმი ჩანაფიქრები. მთავარი ხუთიანი პენტაკლი. ნუ არც ისე ცუდად არის აქ საქმე. ეს ადამიანი ძალიან კარგად აცნობიერებს თქვენს მიმართ დამოკიდებულებას, რომ რა თქმა უნდა ძვირფასი ხართ და ესტაბილურება ეს ურთიერთობა თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ, მაგრამ აქ არის პრობლემა მთავარ რაღაცაში, ანუ რა თქმა უნდა გრძნობა გულწრფელი აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ აი ჩანაფიქრი და შემოსათავაზებელი არაფერი არ აქვს ამ ეტაპზე. ისეთი გრძნობა მრჩება, რომ აქეთ უნდა შესთავაზო რაღაც ისეთი, რაც ამ ადამიანს გააბედნიერებს, იმიტომ რომ მისი გული შეიძლება რაღაცა განცდებშია, შეიძლება საერთოდ მის მდგომარეობასაც ეხებოდეს, ფინანსებს ეხებოდეს, პრობლემებს ეხებოდეს. ამიტომ ადამიანს ჭირდება რაღაცნაირად დახმარება. ანუ არ აქვს ის შინაგანი მზადყოფნა, რამე რო შემოგთავაზოს, რომელიც რა თქმა უნდა არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რომ თქვენს მიმართ გრძნობა აქვს. ნუ, ამ შემთხვევაში ზოგადად თასების მეფე, როგორია იცი? კომფორტის ადამიანია, კეთილია, გულუხვია, მაგრამ ეგოისტია. ისე წყლის ნიშანია თუ ასე მაინც გაინტერესებთ ან ასცენდენტი კონდეს წყლის ნიშანში, მაგრამ მე დიდად ახლა ჰოროსკოპებს არ ვაბავ ხოლმე, მაგრამ რადგან ზოგადი გაშლა უფრო კარგად რეზონირდება თევზები, კირჩხიბი და კიდევ ვინ აქვს? მორიელი, მთავარი პერსონაჟი მორიელი. გულწრფელია ეს ადამიანი და მოკლედ ერთ სიტყვას ზედმეც არ გეტყვის გრძნობაზე და მინიშნებასაც თუ მას რამე სათქმელი არ აქვს, მაგრამ აი ჩანაფიქრი, რასაც ქვია, საით მივდივართ, რა მომავალი აქვს ამ ყველაფერს. არ არის ესეთი რაღაცა. თან ახლა რასაც ნომიერებს გეტყვით. რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ იქნება ეს, მაგრამ უნდა ვთქვათ და იქნებ თქვენი თავი წარმოიძნოთ. ადამიანი ხვდება, რომ თქვენ მის მიმართ გააქვთ რაღაცა მოთხოვნილება. იცის თქვენს დამოკიდებულებაზე მის მიმართ. ამიტომ არ უნდა რომ რათქოს რაღაცას ითხოვდე, აი თუნდაც ჩანაფიქრის გამხელას, რა იქნება შემდეგ. ეს ყველაფერი არ უნდა იცოდეს საერთოდ მანაც რა იქნება და არც შესაბამისად იმის სურვილი აქვს, რომ გაგაგებინოს რა იქნება მერე თქვენ შორის. ანუ ჩანაფიქრებიდან შორს არის. რა გადმოვარდა, ანუ ოთხიანი ძალიან კარგი ეს ჰარმონიული კარტია ზოგადად თქვენს ურთიერთობაზე. მე მაინც უყურებ აქ რაღაც პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ არის აქ პოტენციალი იმის, რომ შეიქმნას თქვენ შორის ძალიან ჰარმონიული კარგი ურთიერთობა. აი, რასაც კარგი ამინდი ქვია, ხა, აი გაზაფხულივით კარგი ურთიერთობა შეიძლება შეიქმნას და უნდა ამ ადამიანს ეს ყველაფერი, მაგრამ პრობლემა, მოდი ვნახოთ. რაში აქვს პრობლემა? იმიტომ რომ პრობლემის გარეშე არაფერი არ არის, ხო? ასე
60 არ ხდება არაფერი, ხო? თუ პრობლემა გრძნობაში არ არის. მოდი ნახოთ, რაშია პრობლემა? ეს ხუთიანი პენტაკლი, რაშია პრობლემა? მთავარი პრობლემა, როცა ამ ადამიანს ჩანაფიქრები არ აქვს და არ უნდა და თვითონაც პრობლემა აქვს. რაშია მთავარი პრობლემა? ნახოთ, რაშია მთავარი პრობლემა? მოთხოვნებში, ანუ აქ არ არის დარეგულირებული, იცი რა არის გრძნობა. ესე გამოდის, რომ ის ვერ გრძნობს შენგან სწორად გრძნობას და შენ შესაბამისად მისგან ვერ გრძნობს სწორად გრძნობას. უდაოდ გრძნობები ფანტანია ურთიერთობაში არის, მაგრამ საქმეც იმაში, რომ თქვენ ერთმანეთს ვერ აგებინებთ აი ამ თავარს. შესაბამისად არ აქვს სურვილი ადამიანს, რომ მოქცეს, გაგაგებინოს, დაგიმტკიცოს და რაიმე ჩუმი ჩანაფიქრი კონდეს შესაბამისად. ანუ არ ხდება ესე და გამოდის, რომ ნახე რა საინტერესო თამადის, იმის მაგივრად რომ იყოთ აი ასე და ეს გრძნობა თანაბრად გასცეთ, არ იცემა თანაბრად და აი არის ასე. ანუ გამოდის, რომ ხასიათებშია კიდე პრობლემა, არ ვიცი რატო ხართ აი ასე. ის იქეთ იყურება, შენ აქეთ იყურები, მაგრამ თავარი არის, რომ გრძნობა არის პოტენციალი, ზემოდან არა ხართ დაბლოკილი და აი ხუთიანი პენტაკლი, აქედან გამომდინარე გამოდის, რომ შენ ვერ ამართლებ ჩემს სურვილებს და მოლოდინს. მე კიდე შენსას. და ცოტა იცი როგორი პრაქტიკული ადამიანია ხო და არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა. მოდი ნახოთ, ასე ხო არ შეიძლება ეს ყველაფერი დავტოვოთ. თუ პრობლემა არ არის, მაშინ მოდი ტაროს ვკითხოთ, რა შეიძლება საერთოდ ამ ისტორიიდან გამოვიდეს დასანანი, როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ აგებინებენ. ან რა ვიცი რა პრობლემაა მოკლედ რატო შეიძლება ეს ასეთი გრძნობა იყოს დაიგნორებული და შეუმჩნეველი. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს და რასაც ვთქვით? თუ ახლა პირდაპირ შევხედავთ, კაი ბავშვები შეიძლება აქედან გამოვიდეს, ან უკვე გამოსულია ბავშვები და ეს იდეალურია. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? უცუღლუტობს ცოტა იცი. ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს აქედან, უბრალოდ ეს ადამიანი სტაბილურობისკენ მაინც ბოლომდე არ მიდის, ანუ სადღაც სრობს. სადღაც არ უნდა შეცვალოს ის ერთ შესაძლებელია და ახლიდან დაიწყოს ყველაფერი. და არა ფიქსირებს მაინც პოზიციას, რომ მე მინდა თუნდაც შენთან შვილები, ან თუნდაც მყავს მე შენთან შვილები, ვისაც ყავს და ყველაფერი იდეალურად იქნება. მოკლედ, არ უნდა ამ ადამიანს რომ აიღოს ეს პენტაკლური დამოკიდებულება, რომ მე ვარ წრფელი და მე შემოგთავაზებ შენ ყველაფერს საუკეთესოს, მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც განა ბოროტად აკეთებს ეს ადამიანი ამას, მაგრამ ნუ ესე გამოდის რაღაცნაირად. პრობლემა აქვს. კიდე შეიძლება იყოს აქ რადგან აუდიტორია დიდი ხარ, თუ ეს ადამიანი არის დაოჯახებული და შესაბამისად შვილებიც ყავს. შვილებიც რო არ ყავდეს ეს პრობლემა, ანუ დგას ეს სიტუაცია თქვენ შორის. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში და დასანანი ისა მაინც თვალს მჭირს აი ეს ასე რო ხართ. მოდი ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს თქვენი მხრიდან, რომ თქვენც კარგად იყოთ და აი ეს ადამიანიც ვნახოთ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს თქვენი მხრიდან. მაინც თქვენი მხრიდან არაფერი არ შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ უნდა გამოვიდეს მისი მხრიდან, ანუ გრძნობის გამოხატვა სწორი უნდა იყოს თქვენს მიმართ, ისე როგორც თქვენ გესმით, ანუ მთავარი მაგაზია ამ მაგაზზე. როგორც პენტაკლური, ასევე თასებს ახლები გვაკლია, თორემ შეიკრიბება, ასე ვთქვათ, ნაბური თუ ნაკრები თუ რაც ქვია მოკლედ. ნახოთ, ესე იგი, თქვენ უნდა იყოთ მდგომარეობაში, ეს ადამიანი უნდა დაინტერესდეს მაქსიმალურად თქვენით, არ უნდა იცოდეს თქვენი არც გულის ჩანაფიქრები, არც ემოციები, არაფერი და ცოტა როგორია, იცი, უნდა გაურთულოთ ამ ადამიანს დავალება, როგორ მოგხიბლოს, როგორ დაინტერესდეს და ანუ ისე უნდა გააკეთოთ, რომ ის რაც ნათელი იყო მისთვის და იცოდა დაღეჭილად როგორ უნდა მოქცეულიყო თქვენთან, შესაბამისად თქვენი ემოციებიც იცის და ყველაფერს, ახლა უნდა გახდეს ეს ყველაფერი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ თქვენ უნდა განმარტავდეთ მედიტაცია, ჩაფიქრება, ჩაღრმავება, ანუ მოკლედ ეს თქვენზე მომენტია და ეს ადამიანი დატოვეთ.
თავის ინტერესებში, თავის კითხვებით და ნუ მოკლედ უნდა იყოს პასუხისმგებლობა და რაღაცებზე უნდა დაფიქრდეს, რომ სანანებელი არ გახდეს ეს ყველაფერი. დასტის ბოლოს, რა თქმა უნდა, აგვირგვინებს ჩვენი ულამაზესი იმპერატრიცა, ეს მაქვს დაყენებული, ეს ჩემი ფავორიტი არკანია. საერთოდ აი ესეთი მედიდური გამოხედვით თუ არ იქნებით ურთიერთობაში, სხვანაირად ისე მაინც არ გამოდის არაფერი. რაღაცნაირად ასე ხდება, არ ვიცი რატომ. ამიტომ მე გისურვებთ, აი ჩემი გადასაფრებლის ფონზეც ძალიან კარგად უხდება იმპერატრიცა. მე დასტის ბოლოს კიდე რჩება ორიანი თასი, რა თქმა უნდა, მე ამ ენერგიებიდან გამომდინარე გისურვებთ, რომ თქვენ შორის იყოს შერწყმული, თანაბარი გრძნობა. დაფასებული იყოთ ერთმანეთში, აღიარებული და თქვენ ხედავდეთ ერთმანეთის გრძნობას, აი ესე ნათლად, როგორც აი აქ ჩანს. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.